ალბათ ხო 4 ოქტომბერიც უნდა ვახსენოთ. იმიტომ რომ ხო რაღაც თითქოს ყველა ახსენებს, რაღაც მოლოდინები არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, არ ვიცი, ალბათ ფუჭი მოლოდინებია, იმიტომ რომ ანუ რუსთაველზე რო გადიხარ, ამისთვის არანაირი, ანუ არავის არაფერი გაუკეთებია. განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებმაც ეს დააანონსეს და რაღაც აი ფუჭ სიტყვებს გველაპარაკებიან, ან საერთოდ აი პოლიტიკურად, ან სოციალურად, ან ენობრივად საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, ცოტა გაუგებარია და შეიძლება ბევრისთვის ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ბევრისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუების დღე იყოს, იმიტომ რომ, არ ვიცი, ზოგადად დიდი წარმოდგენის არასდროს არ ყოფილა რამ პოლიტიკოსებს, მაგრამ ესეთი უპასუხისმგებლობა რომ რაღაც აი 4 ოქტომბერს და ეს თან ეს ტელევიზიები, ოპოზიციური ტელევიზიებიც და გინდა სახელმწიფო ტელევიზიებიც ისე ატრიალებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაცა მოლოდინი შეიქმნა, რომელიც რეალურად ჩვენ ყველა ხვდებით, რეალური ვინც ვაფასებთ, ანუ არ არსებობს ეს. და შენი აზრით რა იქნება 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბერს და რას უნდა ველოდოთ და არ ვიცი. თან აი შენც დაგავიწყდა მგონი უკვე რომ ორი ამბავია. არჩევნებიც არის და რაღაცნაირად ორივე ერთად უნდა შევაფასოთ. ცოტა არის ვრცელი საკითხი. მოდით ჯერ რევოლუციურ 4 ოქტომბერზე ვთქვათ 1-2 სიტყვა. თავდაპირველად მოგახსენებთ იმის თაობაზე, რაც ჩემთვის გასაგებია და რაც მესმის. მაგალითად მე მესმის დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლები. ხო, ნუ ეგ ისინი არიან დასაწარკვეთილ მდგომარეობაში, ყავთ თავიანთი უძვირფასესი ადამიანები ციხეში და ცდილობენ მოძებნონ ნებისმიერი საშუალება, ნებისმიერი გზა იმისთვის, რომ უდანაშაულოდ დაპატიმრებული აქტივისტები გამოიყვანონ ციხიდან. და ცდილობენ, რომ ხავსაც კი მოეჭიდონ, თუ საჭიროა, ოღონდ თავიანთ შვილებს რაღაც შვება მოუტანონ და ის ბორკილები მოუშვან, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა სრულიად უსამართლოდ მოუჭირა ხელებზე ამ ადამიანებს. ეს ჩემთვის გასაგებია. სრულიად მესმის თქვათ იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარ ემოციებს არიან აყოლილები და ფიქრობენ, რომ აი ყველაფერი ვცადეთ, ვიბრძოლეთ, არჩევნებიც იყო, ხანგრძლივ საპროტესტო დემონსტრაციაც იყო, არაფერი არ გამოვიდა და ეგებ რაღაცა ერთი დღის გამოცხადება მოგვიტანოს შედეგი. ხო, აი ამ სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე, ესეთი გადამწყვეტი ბრძოლის მოთხოვნა რო აქვთ ადამიანებს, ესეც მესმის. და აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ეხლა გეტყვით რა არ მესმის მე. აი ნათია არაჩვეულებრივი სოციოლოგი იყო ერთი პერიოდი, სანამ ჟურნალისტიკაზე გაცვლი და აი ამ არაჩვეულებრივ პროფესიას, ხო? და აი ჩვენ თქვათ უნივერსიტეტში პირველ თუ მეორე კურსზე, მე და ნათი ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, ხო, გვასწავლიდნენ სოციოლოგიაში რაღაც საგნებს, ხო, თქვა შესავალი სოციოლოგიაში. და იქ როდესაც მიდგებოდა საქმე პირობითად თქვათ მობილიზაციაზე, სოციალურ მოქმედებაზე, სახალხო გამოსვლებზე და ასე შემდეგ, აი ელემენტარულად პირველ კურსელებს გვასწავლიდნენ, რომ აი მობილიზაცია რო გადაიქცეს, თქვათ დიდ სოციალურ მოძრაობად, ან რაღაც სოციალური მოძრაობა რო გადაიქცეს რევოლუციად, აუცილებელია რამდენიმე კლასიკური წინაპირობის შესრულება. მაგალითად, უნდა არსებობდეს ორგანიზატორი ძალა, თავისი დისციპლინით, თავისი, თქვათ, მექანიზმებით, სტრუქტურით და დისციპლინირებულმა, სტრუქტურირებულმა ორგანიზაციამ რაღაცები უნდა დაგეგმოს, გარკვეული პასუხისმგებლობები უნდა აიღოს საკუთარ თავზე. დღეს რომ ვაკვირდები, თქვათ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს, ხო? ვინ არიან ესენი? თავიანთ პარტიებში არ აქვს შეთანხმებული ეს პოზიცია. თავიანთ პარტიებში აქვთ წინააღმდეგობა ამ პოზიციაზე. ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ანუ ორგანიზაცია არ არის გამოკვეთილი. ორგანიზატორი ძალა ისეთი ძლიერი და სტრუქტურირებული არ ჩანს. რამდენიმე ადამიანის ინიციატივაა, ხო ეს? მეორე თქვათ, რას გვასწავლიდნენ, რომ რაღაც სოციალური მოძრაობა რო გაძლიერდეს, აუცილებელი არის ეს მობილიზაციის მექანიზმები დაიხვეწოს. გახვიდე ყველა ფენაზე ვერ გახვალ, მაგრამ აქტიურ რომელიმე სოციალურ ჯგუფზე. ერთი პატარა სოციალური ჯგუფის მობილიზება მაინც უნდა მოახერხო სრულად. თქვათ პროევროპული
საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა, სოციალური ჯგუფი ერთი ნიშნით შევარჩიოთ. აი ის მობილიზებულია დღეს. პაატა ბურჭულაძეს და ლევან ხაბეიშვილს აქვს რესურსი, რომ ის ადამიანები, ვინც მიტინგებზე გამოდიოდნენ აქამდე პროევროპული მოთხოვნებით, მათ დარაზმას შეუწყოს ხელი. ჩემი დაკვირვებით ამისი რესურსი არა აქვთ. ხო, კიდევ აუცილებელია, თქვათ, რაღაც საერთო მიზნების და სტრატეგიების არსებობა იმისთვის, რომ სოციალური მოძრაობა რაღაც ხავერდოვან რევოლუციად გადაიქცეს. თქვათ, როგორ ხდება ხელისუფლების გადაცემა, რა სტრატეგიით ვაიძულებთ ივანიშვილს, რომ უკან დაიხიოს. დღეს ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ხვალ შეიძლება გამოჩნდეს და რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ დღეს ეს არ ჩანს. დღეს ჩვენ გვაქვს მარტო ესეთი ამბავი, რომ 4-ში მოხვალთ, 4-შივე დამთავრდება ყველაფერი. როგორ დამთავრდება, რო ეკითხები, გეუბნებიან, ჩავატარებთ საერთო კრებას, გვექნება 2 მილიონი ფურცელი, ავწევთ ამ ფურცელს, დამთავრდება ეს ხელისუფლება. თავრობაც დაგხვდება. თავრობაც დაგხვდება და ერთ თვეში წავალთ ნატოს სამიტზე ეს ახალი ხელისუფლება. ან როგორ ხდება ეს, რა ფორმით ხდება? ამას ახსნა უნდა. მე მესმის, რომ დეტალებში ვერ ახსნა, მაგრამ რაღაც საერთო მიზანი და სტრატეგია ხო გამოკვეთილი უნდა იყოს, რომ ადამიანები გენდნონ და წამოვიდნენ ამ ამბავზე. და კიდე მეოთხე ფაქტორი, რასაც ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე, ხო? ამ თეორიის ავტორები, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ, კლასიკა არის, ხო, თქვათ სოციოლოგიაში, არის ხელსაყრელი წინაპირობების არსებობა. რა თქმა უნდა, საქართველოში ხელსაყრელი წინაპირობები რევოლუციისთვის არსებობს. სიღარიბეც არის, გაჭირვებაც არის, ხელისუფლებაც ცინიკურია, საგარეო პოლიტიკური კურსი შეგვიცვალა, ყველაფერი იკადრა მთავრობამ, იძალა და ქუჩაში. მაგრამ ამას აკეთებს უკვე 2 წელია. ანუ ეს წინაპირობები არსებობს უკვე 2 წელია. მაგრამ რაღაც აი რევოლუციისთვის ეს წინაპირობები საკმარისი არ აღმოჩნდა. ხო, თქვა წინაპირობა შეიძლება იყოს ზუსტი ხელისუფლება. როგორი შევარდნაძის დროს იყო, როცა თვითონ ბატონი შევარდნაძე რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა და თავად აქვს ინტერვიუში ნათქვამი, რომ ავთო ჯორბენაძე დადიოდა რევოლუციის ლიდერებთან. და მოშლილი იყო მთელი ხელისუფლება. და ეხა პირიქით არის ზუსტად, რომ ესეთ ძლიერი ხელისუფლება, მოდერნიზაციის პროექტი, რაც სააკაშვილს ჰქონდა, იმაზე ძლიერი არიან ეხა. გინდათ საპოლიციო, გინდა არ ვიცი, ყველა სასამართლო სისტემა, ყველა სფერო კონსოლიდირებული. ეს ყველა ფენა. ან საგარეო პოლიტიკა შეიძლება იყოს წინაპირობა. რომ აი რევოლუციის დროს გახსოვთ, ვარდების რევოლუციის დროს აქ ჩამოვიდა ის იგორინა ივანოვი გაუმარჯო საქართველოს რყვირო და ანუ იქ იყო სრული შეთანხმება ხო თავარ გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის 2012 შეიძლება ეგრო ითქვას ხო პრინციპში როცა ამერიკა და რუსეთ შორის რაღაც გარკვეული გადატვირთვა იყო ეხლა მსოფლიოში ქაოსია და ამ პატარა ქვეყნისთვის არავის არ ცალია და რუსეთი ჩემი ღრმარწმენდობა ყველა ნიშანი მიანიშნებს ამაზე რომ არის ღიად და აქტიურად და მომდომებით ქართული ოცნების მხარდამჭერი და მარტო რუსეთი კი არა ის ავტორიტარული კლუბის ქვეყნები რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან ანუ რო შევაჯამო დღევანდელი გადმოსახედიდან რაც ჩანს არანაირი წინაპირობა არ არსებობს ამ ქვეყანაში იმისთვის რომ პაატა ბურჭულაძემ და ლევან ხაბეიშვილმა ამ ქვეყანაში ერთ დღეში გადმოიბარონ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან. აი ეს ამ ეტაპზე და ამ თვალსაზრისით არის ძალიან ნაკლებად სავარაუდო, ხო? რაღაცა 100-დან ალბათ 1% არის ამისი შანსი. და აი აქ ჩდება კითხვა, მაშინ რის იმედია გამადამს არ აწირავენ იმედგაცრუებისთვის ახლა რა ვიცი, ანუ ყველას გვესმის და რაც შენ აღნიშნე რომ მაგშობლების ხარდამჭერები ვარ და სოლიდარულები ვარ და მათ გვერდით ვიქნები სანამ მათი შვილები ან ოჯახის წევრები არ გათავისუფლებიან უბრალოდ რატო წირავენ და წირავენ ამისთვის ხო ან რაღაცა საიდუმლო იარაღი აქვთ თქვათ ან წლის ჯოხი დამბლდორს რო ქონდა შეიძლება ეგეთი აქვს იმას რა ქვია პაატა ბურჭულაძეს დროშის ქვეშ და გამოვაჩენს და ყველაზე ძლიერი ჯოხით მოახდენს რევოლუცია არ ვიცი ეს არ ჩანს აქედან და მე ყველაზე ნეპალს და ალბათ რა ვიცი მე არ მგონია რომ აქ ნეპალი განმეორდეს იმიტომ რომ ნუ ეს სახელმწიფო მაინც რაღაცა მოდერნიზაციის გზაზე ცოტა მეტად
არის შემდგარი და რა ვიცი სისტემები არსებობს. მეორდეს იც რაც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. და მე ამიტომ ვარ ესე კრიტიკულად განწყობილი ამ 4 ოქტომბრების დაანონსების მიმართ, ხო? ხა ძალიან შორეულ წარსულში რო არ წავიდეთ, თქვათ გავიხსენოთ 2011 წელი, 26 მაისი. იცოდა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძე, რომ საქმე ქონდა პირსისხლიან, ყველაფრის მკადრებელ, სადისტ, სასტიკ მართველთან, რომელსაც ძალიან უყვარდა საჯარო ღონისძიებები, ზეიმები, იარი და იცოდა რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ხელს თუ შეუშლიდი, გადაგივლიდა ის ადამიანი. მაგრამ მაინც წავიდა ამაზე. გარდაიცვალა 2 ადამიანი, გარდაიცვალა მესამეც პოლიციელი, საშინელი ტრაგედია დატრიალდა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობის ტვირთი დაეკისრა სააკაშვილს და მისი ბრალი იყო და არ უნდა გაეკეთებინა ეს, ხო, ნებისმიერ ნორმალური ადამიანი შეეცდებოდა სხვა გზით მოეგვარებინა ეს პრობლემა. მაგრამ იქ ჩანდა ბურჯანაძის პასუხისმგებლობაც, ხო? გარისკამან ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა. მე დანგრეული წავიდნენ ამ ქვეყნიდან ადამიანები იმ მოვლენის შემდეგ, ნაწამები და გაუბედურებული. ხო, და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმი შეარყია, რეჟიმს დააკარგვინა რაღაც კაპიტალი, სოციალური კაპიტალი, წარმოაჩინა მისი, ესე იგი, ძალადობრივი სახე. და რაღაც შედეგები ამან მოიტანა, მაგრამ ჩდება შეკითხვა, რის ფასად? და ფასი იყო, აი, ის გარდაცვლილი 3 ადამიანი. ბოდიშით ამას რო ვიხსენებ, მაგრამ ესაა ჩვენი ისტორია და ესეთი მოვლენა ბევრი ყოფილა ამ ქვეყანაში, ეროვნული მოძრაობა დაწესებული და ასე შემდეგ. ხილად მიდგომაა საჭირო, არ ვიცი, აი ერთის მხრივ ახლა მართლა